თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რატო გასუქთი ასე არ გიხდება, უნდა იცოდეთ, რომ სულ ფეხებზე კიდიათ როგორ გამოიყურებით. უბრალოდ რომ შეგხვდებიან, რაღაც ხომ უნდა გითხრან, ხო და გეუბნებიან, რატო გასუქთი. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. მე დათო ლიკლიკაძე უმაღლესი განათლებით უპარტიო, რომელიც გაიზარდა ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჩვეულებრივი ნორმაა, სხვისი ოჯახის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა და უფრო მეტიც ნორმა კი არა ვალდებულება, რადგან მათ ყველამ უკეთესად იციან, ჩემთვის რა სჯობია, არასოდეს დამისვამს შემდეგი კითხვები ნაცნობ უცნობებისათვის. შენ ხომ არ მოიმატე ცოტა? რატო გასუქთი ასე? რატო არ თხოვდები? ცოლი რატო არ მოგყავს? ბავშვები არ გინდა? რაღაც ელოდები? ორსულად არა ხარ, რატომ? არ გიჩნდება თუ რატო არ აჩენთ? მეორეს ოდის აჩენ, მესამეს, მეშვიდეს, მიასეს. ეს კითხვები ჩვეულებრივი უტაქტობაა და მას სვამენ ზრდილობიანი ადამიანები სხვათა შორის. უბრალოდ არ იციან, რომ ეს უტაქტობაა. ან კიდე სიგარეტს რატომ არ ანებებ თავს, ხომ იცი რომ მავნებელია. ანუ მან იცის და შენ არ იცი მავნებელი როა. შენ ალბათ ძალიან წუნია ხარ, ცოტა თვალი უნდა დაახუჭო. სიბერეში პატრონი არ გინდა? ამ დროს ზოგიერთი პასუხობს მერკანტილური ინტერესებისათვის გაჩენილი ოჯახი ზააქს უფალსო. როგორი? აუ ახლა ამას უხსენი მერკანტილური რა არის. აი, გაგიკვირდებათ და ძალიან ახლობლებზეც არ მithქვამს. აი, ოთახში რომ ზის ჩემ წინ, ჩემთან ერთად იმ მეგობარზეც არ მithქვამს სამსახურში, საკუთარი დისთვისაც არ დამისვამს გასი კითხვები, სანამ გათხოვდებოდა, თუმცა შეიძლება მისი შემდგომი ცხოვრების ბედი აუცილებლად არ იყო ჩემთვის სულ ერთი, მაგრამ არ მithქვამს, არასოდეს არ მithქვამს. ვიცი რომ ეს კითხვები ადამიანებისათვის შეიძლება იყოს მტკივნეული, ან უსიამოვნო, ან უბრალოდ ეუხერხულებოდეს პასუხის გაცემა იმაზე, თუნდაც რატომ არ არის დაოჯახებული აქამდე. აი, რა პასუხის მოსმენა გაინტერესებთ? აი, რა უნდა გიპასუხოთ ამ დროს? არავინ არ მყავს ეს გითხრათ? ვერ ვთხოვდები და რა ჯანდაბა ვქნა ეს გითხრათ? არავინ არ მომყვება და რა ჯანდაბა ვქნა ეს გითხრათ? არა მაქვს ოჯახის შექმნის საშუალება და მე ფულზე სადვირბინო ეს გითხრათ? კიდევ რა გესიამოვნებოდათ, აბა? თქვენ თვითონაც ხომ იცით, რომ ამაზე ერთ-ერთი პასუხი აქვს ხოლმე ადამიანებს უხერხულად ჩაეღიმებათ და რავი, აბა იტყვიან და თქვენც რაღაცნაირი ყეყეჩური უპირატესობით იწყებთ კიცებას, რომ დროა უკვე გავიდა ცხოვრება, როდისღა. არადაკ ერთ-ერთი სწორი პასუხია, ერთხელ თუ გაბედავთ და ეთქვით, მეორედ აღარ კითხავენ. ეს პასუხია, რა შენი ერთი ადგილის საქმეა. მოდი დავსვიდეთ დღეიდან, ვინც ამ კითხვას დასვამს, ყველას უთხრათ, რომ ეს კითხვები უზრდელობაა. თან კარგახანია უკვე უზრდელობა. ადრე შეიძლებოდა, ახლა ეხავს. უკვე აღარ არის მოდური ეს კითხვები. რაღაცნაირად გავაკავოთ ეს ამბავი, შევაჩეროთ ეს უტაქტობა. ცოლი რომ შევითეს ზუსტად ერთ კვირაში არ ვაჭარბე. ბარი 10 ადამიანმა მაინც კითხა, ფეხზიმე თუ იყო ჩემი მეუღლე. როცა პასუხობდი ჯერ რანაირად გასულ კვირაში ვიქორწინეთ, რატო ზარმაცობ? ხომ იცი რომ ასაკში ხარ უკვე და ერთი წუთი არ უნდა დაკარგო. ერთ კვირაზე ადრეც მკითხავდნენ ალბათ, მაგრამ ჯვრისწერაზე პირდაპირ ეკლესიიდან წავედით აეროპორტში. ზუსტად ვიცი, იმ დღესაც მკითხავდნენ, უბრალოდ ვერ მომძებნეს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.